კი ბატონო, ჩვენ ახლა სამეცნიერო საკულტურო საბჭოს წევრებს პროცედურის საბაბისად მინდა რომ მივცე გამოსვლის საშუალება, მანამდე ყველა სახელით მინდა დაბადების დღე მივუწო ბატონ ალექსანდრე რუსეცკის, ჩვენი საბჭოს წევრს. და უსრულო ყველაფერი კარგი, სასიქეთო ჩვენი სამშობლოს სამსახურში. პროფესორი გივი ღამბაშიძე საბჭოს წევრი, გთხოვთ ბატონო გივი. პირველ რიგში მე მინდა მივესალმო კომიტეტის საემ საქმიანობას, რაც ეხება დიასპორის ისტორიული კუთხეებში მცხოვრები ქართველებთან ურთიერთობის საკითხებს, ზოგადად კავკასიის საკითხებს, ზოგადად კავკასიელობის საკითხებს და ამავე დროს გამოთქვა როგორც კავკასიოლოგმა და როგორც საქართველოს მოქალაქეებმა რაღაც უმძიმესი სურათი დავინახე მე კიდევ ერთხელ, თუმცა მე ამ საკითხებს ვფლობ, ვიცნობ დაახლოებით 40 წლის განმავლობაში და მიმაჩნია რომ ეს არის რაღაც ეს ტერმინი, რომელიც ბატონმა მამუკამ თავის ძალიან რმა ანალიზში წარმოგვიდგინა, დექართველიზაცია მიმდინარეობს ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანაში. აქედან ერთი ნაბიჯი არის, მე როგორც ისტორიკოსმა მინდა ვთქვა, ერთი ნაბიჯია აი მსოფლიოში სამარცხვინო რაც არის, რასაც ანტისემიტიზმი ქვია, შეიძლება ერთი ნაბიჯი იყოს, აი სწორედ დექართველიზაციიდან ანტიქართველიზაციის მიმართ. მე მიმაჩნია რომ დღევანდელმა პარლამენტმა აი ამ მოწვევის ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს ბატონებო, თუკი შეიქმნება ზოგადი კონცეფცია და სტრატეგია საერთოდ ისტორიულ კუთხეებთან, ეს არის თქვა თურქეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის, დღევანდელი სომხეთის და დღევანდელი თქვა ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების მიმართ და უკვე მეტნაკლებად მოგვარებული არის ქართველი ებრაელობის მიმართ ურთიერთობა. მოგეხსენებათ რომ საერთოდ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფაქტად, ეროვნული მნიშვნელობის ფაქტად და სულაც იუნესკოში იქნება დღეს თუ ხვალ უკვე წარდგენილი ეს საკითხი, ეს არის არაჩვეულებრივი მიღწევა დღევანდელი საქართველოს ქვეყნისა და მივეგნოდონებ რომ ეს სტრატეგია იქნება შემუშავებული სწორედ აი მოწვევის პარლამენტის მიერ. და მაინტერესებს ეს კითხვა, რამდენად არის ეს მძიმე სურათი და საერთოდ ეს სურათი აი მომავალ ვიზიტა, რომელიც ხვალტუზე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, იგი აუცილებლად უნდა არის, შეიძლება არის კიდეს კოორდინაცია დღევანდელ სხდომასა და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტის შორის, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ეს სურათი იყოს ძალიანად ინფორმირებული ჩვენი საქართველოს პრეზიდენტის ასე ვთქვათ სამუშაო გეგმაში. და ძალიან მიმაჩნია შეწონილად რომ ეს სამუშაო უნდა იყოს ყოველდღიური, არ უნდა იყოს სხდომებზე, არ უნდა იყოს შესაბამისი ადეკვატური დამოკიდებულება სამინისტროების მიერ. ეს ყველაფერი მოხერხდება თუკი შეიქმნება სახელმწიფოებრივი კონცეფცია, სახელმწიფოებრივი სტრატეგია და სამუშაო გეგმა. ჩვენი მხრიდან კავკასიელოგები თუ კიდე შევჭით საქართველოს დღესდღეობით, თუმცა ჩემი თაობაც იმდენად აღარ არის აქტიური სამწუხაროდ მომავალი ძალიან ისეთი მესახება ქალბატონო ცირა სამწუხაროდ ჩვენ ამის შესახებ ბევრი გვისაუბრია. იგივე თქვათ ალბანისტიკის თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და იგი ეხება სწორედ უშველებელ სტრატეგიულ ურთიერთობებს, აი კულტურიდან გამომდინარე, რელიგიიდან, კონფესიიდან გამომდინარე და არ მინდა შევეხო ეხლა მაინც და მაინც გარეჯის უდაბნოს მრავალთავის მონასტრების საკითხებს, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, ეს უნდა მოხდეს მაღალ სამეცნიერო მსოფლიო ალბანისტიკის თქვათ შესწავლისა და ასე თქვათ აი საკითხები არ უნდა იყოს პოპულიზმის და პოლიტიკოსების ხელში და ვაი პოლიტიკოსების ხელში. საჭირო არის აკადემიური, ასე თქვათ, ის სურათი, რომელიც ჩვენ გავაჩნია წინათაობის მცოდნეების, ხელოვნებაცოდნეების, არქეოლოგების, ესოლად ჩემს მარცხნივ მიმყოფება აკადემიკოსი კიაზოფი ცხელავი, რომელიც უდიდესი მცოდნე არის და უდიდესი ძეგლები აქვს აღმოჩენილი სწორედ ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ქვია უკვე შუა საუკუნეში კახეთ-ხერეთის სამეფო და ადრე კიდე სხვა, ასე თქვათ, და ეს ყველაფერი დღევანდელმა საქართველოს უნდა ბატონო ზვიად უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოსათვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის და აღარ დაიხატება ის სურათი, რომელიც ბატონმა მამუკამ და ჩვენმა ასე ვთქვათ მეგობრებმა აქ დაგვიხატეს. მადლობთ, ბატონო.